გამარჯობა, დღეს 20 მარტია. წარმოგიდგენთ 10 ყველაზე ცნობილ ადამიანს, რომელიც ამ დღეს დაიბადა. 1984 წლის 20 მარტს დაიბადა ესპანელი ფეხბურთელი ფერნანდო ტორესი. მისი წარმატებული კარიერა დაიწყო მადრიდის ატლეტიკოში, საიდანაც ის ლივერპულში გადაბარგდა და უფრო დიდ მწვერვალებს მიაღწია. ლივერპულიდან 4 წლის შემდეგ ის გადავიდა ლონდონის ჩელსიში, სადაც მოიგო ნანატრი ჩემპიონთა ლიგა. ფერნანდო ტორესმა ესპანეთის ნაკრებთან ერთად მოახერხა ორჯერ ევროპის ჩემპიონატის და ერთხელ მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება. 1985 წლის 20 მარტს დაიბადა ამერიკელი ყოფილი კალათბურთელი რონი ბრიუერი. 2000 წლის 20 მარტს დაიბადა სამხრეთ კორეელი რეპერი, მოცეკვავი და მომღერალი ჰიონ ჯინი. 1984 წლის 20 მარტს დაიბადა ამერიკელი იუთუბერი, ბლოგერი და მსახიობი ჯასტინ ეზარიკი. ის ცნობილია თავისი ტექნოლოგიური მიმოხილვებით, ვლოგებით და მედიაში აქტიურობით. 1990 წლის 20 მარტს დაიბადა არგენტინელი ფეხბურთელი მარკოს როხო. კარიერის საუკეთესო წლებში მარკოს როხო თამაშობდა მანჩესტერში. 1995 წლის 20 მარტს დაიბადა სამხრეთ კორეელი მომღერალი და მსახიობი კიმ ჯი იონი. 1995 წლის 20 მარტს დაიბადა კანადელი ჰოკეისტი ნიკოლას პოლი. 1991 წლის 20 მარტს დაიბადა იტალიელი ფეხბურთელი მატია დესტრო. მან ითამაშა ისეთ ცნობილ იტალიურ კლუბებში, როგორიცაა ინტერი, რომა, მილანი და ბოლონია. 1933 წლის 20 მარტს დაიბადა ქართველი მწერალი, პროზაიკოსი, პოეტი და დრამატურგი ოთარ ჭილაძე. ის არის შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი და საქართველოს ღირსების ორდენის კავალერი. ოთარ ჭილაძე იყო საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი. 1998 წელს ჭილაძე ნომინირებული იყო ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში, მსოფლიოს 5 სხვა მწერალთან ერთად. 1948 წლის 20 მარტს დაიბადა ქართველი კინორეჟისორი, მსახიობი, მწერალი და სცენარისტი თეიმურაზ ბაბლუანი. მისი გადაღებულია „ბეღურების გადაფრენა“, „ძმა და უძინართა მზე“. მას არაერთი ჯილდო აქვს მოპოვებული, მათ შორის ბერლინის 43-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ვერცხლის დათვი და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია. დააკომენტარე შენ რომელი ცნობილი ადამიანი იცი, რომელიც ამ დღეს არის დაბადებული.